გიორგი, სესხი მინდა რომ ვადაზე ადრე დავფარო და რა შეიძლება რომ გავაკეთო? ფული გააქვს? მთლიანად არა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ ხო შემიძლია რომ გადავიხადო. კი, წინსწრები შეგიძლია ძირზე გარკვეული თანხა შეიტანო და შეამცირო ეს და ძირი. მაგაზე ხო რაღაც ჯარიმა არის. ჯარიმას არ ეძახიან საკომისიო წინსწრები დაფარვის საკომისიო პირგასამტეხლო, რომლის პროცენტიც არის განსხვავებული. მაქსიმუმი არის 2% და შეიძლება საერთოდ არ დაგერიცხოს პროცენტი. გააჩნია რამდენია სესხის ბოლომდე ვადა დარჩენილი, რა თანხაზეა საუბარი და რა ტიპის სესხი გაქვს ზოგადად აღებული. და რა შემთხვევაში არ მომიწევს მაგ საკომისიოს გადახდა? თუ სესხის ბოლომდე 6 თვე არის დარჩენილი, მაშინ საერთოდ უპროცენტოდ შეგიძლია ძირი რაც არის თქო 1000 ლარი თუ იქნება, პირდაპირ 1000 ლარი გადაიხადო და ჩაფარო. მაგალითად თუ ძალიან ბევრი მაქვს დარჩენილი, მაინც მაგალითად 5000 ან ლარი. განსხვავებულია როგორც გითხარი 0.5-დან 2%, მაქსიმუმი არის 2%. მაგრამ შარშან შევიდა ცვლილება და თუ სხვა ბანკიდან ფარავ მეორე ბანკში ამ ვალდებულებას 2%-ის მაგალითად გახდა 0.5%. ადრე მაგალითად 2000 ლარი თუ ქონდა სიტყვაზე ძირი დარჩენილი, ხო? იხდიდი ამის 2%-ს 40 ლარს და ახლა იხდი 0.15%-ს, ანუ 10 ლარს, თითქმის 4-ჯერ შემცირდა ეს საკომისიო. და ისე აზრი აქვს ამ წინსწრებით შეტანას? რა თქმა უნდა, აქვს აზრი და პირიქით უკეთესიც არის. სესხის პროცენტი ერიცხება ძირს. და რაც უფრო ნაკლებია ძირი, თავისთავად პროცენტის ნაკლები გამოდის. თუნდაც მცირე შენატანებით შეიძლება სესხის ვადა შეიმცირო, ან ყოველთვიური გადასახადი შეიმცირო, მაგრამ ერთი რჩევა, სანამ აი წინსწრებით დაფარვას გადავწყვეტ, თუნდაც რაღაც ნაწილის, მაინც ჯობია ჩვენ კრედიტოს ოფიცერს შევეხმიანო და ის გვირჩევს ზუსტად რომელ თარიღში და რა პირობებით ჯობს ამ წინსწრებით დაფარვა. იცი კიდე რა მაინტერესებს?